დღესდღეობით გვხვდება ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მთელი ცხოვრება დიეტაზე არიან და ვერ იკლებენ ვერც ერთ კილოგრამსაც კი. ბუნებრივია ის ფაქტი, რომ ადამიანს უნდა ფორმის პიკში იყოს და ლამაზად გამოიყურებოდეს. პირდაპირ საქმეზე გადავალ და ვიტყვი, რომ მყავს მე ერთი ადამიანი ნანახი, ვინც ძალიან დიდი ხანია დიეტაზეა და ვერ იკლებს ვერც ერთ გრამს. მოიხლა გავიგოთ თუ რატომ ვერ იკლებს ვერც ერთ გრამსაც კი. ჯერ პირველი იქიდან რომ არ აქვს შესაბამისი განათლება და ინფორმაცია თუ როგორ უნდა დაიკლოს ადამიანმა ზოგადად წონაში და როგორ უნდა დაიკლოს ცხიმი და არა კუნთი და არ უნდა დაიკლოს წონა წყლის ხარჯზე. მოგესალმებით ინტერნეტის საუკუნეში ვცხოვრობთ ყველა და არ არსებობს რამე ინფორმაცია, რასაც ვერ მოვიპოვებ ონლაინ. ასევე შეიძლება მოვიპოვოთ ბევრის გასაკვირად თუ როგორ უნდა დავიკლოს წონაში. სულ რო არ იყოს ადამიანი განათლებული ფიტნეს სფეროში, მაინც შეუძლია თუ საკმარისი რესურსები და ნებისყოფა აქვს, რომ მოძებნოს როგორ უნდა დაიკლოს წონაში და ჯანსაღად მართლა ცხიმი დაიკლოს და არა კუნთი და წყლის ხარჯზე. ასევე დავამატებ იმასაც, რომ მეც მათ შორის ვაღიარებ, რომ ვარ სულ სწრაფი ადამიანი და არ მიყვარს ნელა რაღაცების გაკეთება და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანი არის ეგეთი, ვისაც უნდა რომ სწრაფად დაიკლოს წონაში, მაგრამ ეგ მასე არ ხდება და ყველამ ძალიან კარგად იცის. ჩემ ახლობელმა ადამიანებმა იციან თუ მთელი ცხოვრება ვარ მომატებაზე და შეიძლება დაგوارოს ვცდილობ რომ არ შევჭამო ისეთი საჭმელი, რომელიც მე ზიანს მომიტანს. აქვე დავამატებ იმ ფაქტს, რომ დაკლება უფრო ადვილი არის ვიდრე მომატება. და ნუ გონიათ ვისაც დაკლება გინდათ, რომ სასწრაფოთილები ხართ და მომატება უფრო ადვილი არის. არა, დაკლება უფრო ადვილია დამიჯერეთ. და ვინც ჩახედული არის ფიტნეს სფეროში, ყველა დამეთანხმება, რომ დაკლება უფრო ადვილია ვიდრე მომატება. კიდევ დავამატებ იმას, რომ ვინც დიეტაზე არის და შეჭამს ერთხელ მაინც კვირაში ან დღეში მაგალითად 100 გრამ შოკოლადს და მერე ერთი თვე რო შიმშილობენ. არაფერს არ გიზებთ ეგ 100 გრამი შოკოლადი, საერთოდ არაფერს. შეიძლება კი მოგიმატოს რამდენიმე კალორია, მაგრამ როგორც სასიკვდილო განაჩენი არ უნდა გამოუტანოთ საკუთარ თავებს. და ვინც დაკლებაზე არის კიდევ დაახლოებით ნახევარზე მეც ტკბილი უყვარს. და თუ იყვარს ტკბილი, მაშინ ჭამეთ ისეთი ტკბილი, რომელიც ჯანსაღი არის. ვამბობ, ანუ ხილს და არა შოკოლადს. ასევე დავამატებ იმ ხალხის კატეგორიას, რომლებიც ცდილობენ რომ ზაფხულამდე ფორმაში ჩადგენ. და ზაფხულამდე არის დარჩენილი მაქსიმუმ 2 კვირა დარჩენილი. 2 კვირაში კი შეიძლებელია რამდენიმე კილოგრამი ცხიმის დაწვა, მაგრამ როგორც ისეთი შედეგი, როგორც ჩვენ გვინდა რომ მივაღწიოთ და როგორიცაც ვხედავთ ჩვენი თავებს. ეგეთი შედეგი ვერ დაიდება კვირაში, მაგას წლები ჭირდება და თქვენ ძალიან კარგად იცით. და რაღაც შხამებით და რაღაცებით რომ იჭედავთ ხოლმე თავს და მე თქვენ ორგანიზმს რომ ეგრე ავნებთ და ამ დიეტის პროცესში საკუთარ თავს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს რო უქმნით, ჯობია რომ ის ერთი თვე მაგალითად თუნდაც 400 ლარი რო ღირდეს, გადაიხადოთ და ფინეთში დოქტორს ან დიეტოლოგს ან მიხვიდეთ და მაგას დააწერინოთ კვება და როგორ უნდა ივარჯიშოთ სწორად. ვიდრე საკუთარი ნერვებით და გონებით გააკეთოთ ის რაღაცები, რაც არ უნდა გააკეთოთ. დარწმუნებული ვარ, ყველა ამბობს, რომ ჩემ საკუთარ ჯანმრთელობას არაფერი არ მიჩვენია. და თუ არაფერი არ გიჩვენია, მაშინ გიყრის, რომ ეგ 400 ლარი გადაიხადო იმისთვის, მინიმუმ 400 ლარი, რომ ის შედეგი დადო და ჯანმრთელად დადო და ჯანსაღად მიაღწიო იმ შედეგს, რომელიც შენ გინდა. მაგრამ ეს ერთ თვეში არ ხდება. მაგას დიდი დრო შეიძლება ვიდრე ერთი თვე. ახლა კი მოგცემთ პატარა რჩევებს თუ როგორ უნდა დავიკლოთ წონაში. მე არ დავწერე ახლა კვებას და რაღაცებს არ ვილაპარაკებ, მაგრამ რჩევებს მოგცემთ ამ ხრივ. რომ რა თქმა უნდა ყველა მის ახლა არაჯანსაღი საკვები უნდა მოიღოს პროდუქტებიდან და უნდა ვუყუროთ ჯანსაღად. კიდევ უნდა აღნიშნოთ ის ფაქტი, რომ უნდა ვჭამოთ მოახარშულები და არა შემწვარი. და ყველაზე მთავარი რამ, ნუ აუკრძალოთ შაქარს, თუ ჭამთ შაქარს საკუთარ თავს. თუ ხილს ჭამთ არა მაგალითად შოკოლადს და მსგავს პროდუქტებს, რომელიც იცხობა და საკონცენტროში მზადდება. მაგ შემთხვევაში
კვირაში ერთხელ შეიძლება, ან მაქსიმუმ კვირაში ორჯერ. საკუთარ თავს მოტივაცია არ დაუკარგოთ და ასე ვთქვათ cheat day გქონდეს. იმიტომ რომ მე მოტივაცია გვეკარგება, როცა აი 2 თვე გადამულად, ანუ 3 თვე მაგალითად გადამულად ჯანსაღყვებაზე ვარ და აი ვენატრება და ერთი სული მაგრუდის მოვა ის დღე, არა, არ შეიძლება ეგრე. მე საკუთარ ორგანიზმს სტრესში ვაგდებ და შეიძლება საერთოდ აღარ დავიკროთ. რამდენჯერ მომისმენია მსგავსი ფრაზები, რომ აი მთელი ცხოვრება დიეტაზე ვარ და ვერაფერს ვერ ვიკლებ და როცა დიეტაზე არიან, კიდე პირიქით უფრო იმატებენ წონაში. ეს იმიტომ რომ არასწორი ინფორმაცია აქვს და ორგანიზმს არ აწვდიან იმ საჭირო ნივთიერებებს და საშენ მასალებს, რომელიც მას ჭირდება და პირიქით ეს ორგანიზმი გადაერთვება თვითგადაშენის ინსტინქტზე და ცდილობს რომ წონა არ დაკარგოს და პირიქით იმატებს წონაში. ასე რომ ვინც დიეტაზე ხართ, ჯერ მოიციეთ საჭირო ინფორმაცია თუ როგორ უნდა იკვებოთ სწორად და როგორ უნდა დაიკროთ ჯანსაღად წონაში და როგორ უნდა დაწვათ ცხიმი და არა კუნთი. თორე კუნთიო დაწვათ და ცხიმი დაგჭეთ. ისეთი სხეული გექნებათ, რომ თქვენ აღარ მოგეწონებათ ეგეთი. ასე რომ თუ ხართ დიეტაზე, დაუჯერეთ თქვენზე გამოცდილ ადამიანს და ვისაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვს. ვფიქრობ, რომ საჭირო ინფორმაცია მოგეცით თუ როგორ უნდა დაიკროთ სწორად წონაში. არ დაგაუწევთ არხის გამოწერა, ძალისხმევის გააქტიურება და ვიდეოს ლაიქება. აბა დროებით.